უსულის შექმნის იდეა გაჩნდა კოვიდის დროს, ყველა სახში ვიჯექით და დავიწყეთ ფიქრი რა შეიძლება გაგვეკეთებინა იმ ნარჩენებისგან, რომელსაც ჩვენი მეგობარი დიზაინერები, ასე ვთქვათ, აწარმოებდნენ. Ამდენი ლამაზი და ძვირფასი ქსოვილი იყრება. იმის გარდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი ინდუსტრია გარემოსი მსოფლიოში, თან რესურსია. ეს მასალა, როცა სოფლომ მოიტანა ჩემთან დიდი ტომრებით იყო სავსე ეს ქსოვილები და ჯერ ვიძახით, რომ ვაიმე ხა ესე იდება და იდება. არც ისეთი დიდი, თქვათ, ნაჭრები არ იყო, რომ თქვათ, რაღაც ტანსაცმელი გამოსული იყო, პატარები იყო, მოდი ეს იმას არ იყოფა, ეს ამას არ იყოფა, მოკეთ გადავაკერეთ, გადმოვაკერეთ. სხვადასხვა იდეით დავიწყეთ. გაჩნდა, ჯერ ხალიჩები გაგვეკეთებინა, ის გაგვეკეთებინა, ეს გაგვეკეთებინა, მოკლედ მივედით ბოლოს იქამდე, რომ ფეხსაცმლის ნიშა არ არის დაკავებული. ერთ-ერთი დიდი სირთულე, რაც აღმოჩნდა, იყო რეალურად ხელოსნის შოვნა. რაიმე დიდი ომი გადავიტანეთ, დიდი ომი. თავიდან დავიკვირდა, მაგრამ თავიდან სულ პირველად, როდესაც ვიწყებდით და მეწაღეებს ვეძებდით, მაშინ გვითხრეს, რომ ქსოვილისგან ფეხსაცმელს ვერ შეკერავთო, მაგრამ ეხა იქიდან გამომდინარე, რომ 5 წელია ვკერავთ. დავამტკიცეთ, რომ ქსოვილისგანაც შეიძლება ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი მიიღო. ზოგადად გვეთანხმება მაგაში. პირველი რაც გავაკეთეთ იყო Facebook გვერდი და დავიწყეთ აი ამ რაღაცა ლამაზი ფოტოების დადება. ძალიან დაგვეხმარა გურამ ტიბახაშვილი. მიზერული 1500 ლარიანი, 3000 ლარით დაწყებული ბიზნესი არის. და ეს მთლიანად მაშინ წავიდა შეკერვაში. ეს ძალიან დაბალი არ გავაკეთოთ, რა ვიცი, ეს სანტიმეტრი თუ გინდა. არა, ხო, გასაგებია. 3 წვილია, ხო, როგორც. 3 წვილი. ახლა კალაპოტს მოვიტანე. კალაპოტი ის კალაპოტი მოიტანე, ხო, მაგას შენი ცირაზომები უნდა დავამატოთ. რაცა წინ სხვა ფერი გვინდა და უკან სხვა ფერი გვერდზე სხვა ფერი და ვედექით ამ კაც თავზე და მოკლედ იყო მთელი ისა რა ქვია ომი და თან გვეჩხუბებოდა, თან კერავდა და თან მოწონდა ბოლოს რაც გამოდიოდა, იმიტომ რომ მისი რესურსიც იყო შიგნით. სახეზე ჩამოვყალიბდით. უსული ნიშნავს მოხდენილს და კოხტას. მთელი დღე ფოტოსესია ვქონდა ბატონ გურამ ტიბახაშვილთან, ეს ფოტოები გადმოგზავნილი გვაქვს. სოფრომ და გაიქცეს, რომ 9 საათზე სახლში მოასწროს მისვლა და რაღაც ამ პარალელურად მეც რაღაცა Facebook-ი უცებ გავხსენი თავის Instagram-ით და ღამე ძალიან გვიან სახლიდან ეს ფოტოები ავტვირთე. არც დაგვიბუსტავს, არც რაღაცნაირად ერთი ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე, სოფრომ თავის პირად გვერდზე გააზიარდა და დავიძინეთ. დავიძინეთ და დილას ხსნით Facebook-ს და უცბად პირველივე დადებული ფოტოდან წამოვიდა ძალიან დიდი მუხტი და მივხვდით, რომ რაღაცა სწორ გზას დავადექით. ეს რაღაცნაირად პირველი ის იყო ტალღა დიდი აფეთქების. დღემდე ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ფეხსაცმელი. ხშირად მეტწილად ჩვენ მიქონდა შეხვედრა და ეს რაღაცნაირი რო გახსნიდნენ და რაღაცა ერთია რო თქვა ფოტოზე ნახეს რაღაცა და გვენდნენ და მე გაამართლა იმ მოლოდინმა ეს ძალიან ისეთი იყო რაღაც ამაყები მოვდიოდით ხოლმე ყოველ შეკვეთის მიტანით. მე დავამატეთ სხვა რაღაცებიც მასალა გვევარდება ხელში და მე ვფიქრობთ ამ მასალას რა ფორმა მოუხდება. ესენი იმდენად ლამაზები იყო და იმდენად განსხვავებულები, რომ ამისგან დავიწყეთ. ამას მე მოყვა ოჯახებში მოპოვებული გამოუსედაგარი, თქვათ, რაღაცა გადასაფარებლები, ტანსაცმელი, ვინც უკვე აღარ ხმარობდა და ოღონდ ქსოვილი, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო ჩვენთვის მისაღები, იმიტომ რომ რაღაცა სიჭრელე, რაღაცა ორნამენტები და სილამაზე უნდა ქონოდა ქსოვილს, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული პროდუქცია გამოგხსოვდა. შიგადაში კიდე რაღაცა ნაჭერი რო ამოვარდება ისეთი, რომ აი ამას ახლა ეს ხდებოდა, აი იმ წუთას რაღაცებს კერავთ, აი ბალაკლავებიც ესე გაჩნდა, რომ აი რამდენიმე შლემის შესაკერი ბარხატი ამოვიდა. ლედებისგან ძირითადად იკერება ეს ჩექმა შუზი, შემდეგომი განვითარება იყო ესეთი, რომ დავამოკლეთ, რომ უფრო ადვილად ამასაცმელი ყოფილიყო და ჩანთები.
ჩანთები კიდე ხაზი მინდა გავუსვა ჩანთების შემთხვევაში იმას, რომ სახელურები არის ვინტაჟური ქამრებისგან. მუდმივად ვცდილობთ ხა სხვადასხვა კოლაბორაციებსაც ვაკეთებთ. აი ხა იგეგმება და სიუჟეტშიც ვისაუბრებთ იმაზე ზურა შევარდნაძესთან, თქვათ, იქ აჭარელი ქალების მიერ მოქარგული ფეხსაცმელები შეიკერება. ჩიტი წამომესია. ესენი სულ მაგადგან აღებული? აი ყვავილი დიდად, პატარად, ისე ასე. სულ მათი ორნამენტები, თამაშთან შარეული არა. გვინდა რაღაცა მსგავსი კოლაბორაცია თქვენთან, რახან ყვავილებია თქვენთან და მასთან არის რა ქვია საქმე ბაღთან, რაღაცა ყვავილების თემა ხوار გავაკეთოთ ფეხსაცმელზე. გამიხარდება. იციან მათ როგორ აჭრელონ და როგორ აყეფონ, როგორ თვითონ იტყვიან და გავაკეთოთ, რატომაც არა. ინდოეთში მე კარგი მეგობრები მყავს, მაჰარაჯების ოჯახთან მეგობრობ და ისინი მწუხნიან ფერად ფეხსაცმელებს, სულ. თქვენსაც ძალიან გავს. მაგრამ არ არის ქართული და ახლა თუ ფერადი ფეხსაცმელები გვექნება ქართული, ან ფლატ ვარდევიანი ფეხსაცმელი მე ვერ ვივლი, მაგრამ ისე მომეწონება თუ ჩემიანებს ეცნება. პატარა თეგები მოყვება ყოველ ჩემ პროდუქციას, სადაც წერია რას ყიდულობენ. საიდან მოდის ეს მასალა და რა წვლილში აქვს თავიანთი კონტრიბუციით. თუმცა მომხმარებელი ჩვენთან არ მოდის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეკომეგობრულები. ჩვენთან მხოლოდ ვიზუალის და ხარისის გამო მოდის მომხმარებელი. უცხოელებს რომ დაელაპარაკები და ესაუბრები და თქვა სადღაც მიწერ-მოწერა ვქონია, ყველა ამითი აღფრთოვან. ანუ პირველი აღფრთოვანება მათგან მოდის, იმიტომ რომ ჩვენ ეს გარე ეკომეგობრული პროდუქტია და მერე უკვე თვითონ მოდელებზე არის, თქვა რაღაცა აქცენტი ხოლმე, მაგრამ პირველი ყოველთვის ეგ არის. გრადი მოდა შეიძლება იყოს თან ძალიან ესეთი რაღაცა ელეგანტური და გამოსასვლელი და გამოსაკრანჭი და რა ვთქვა ევროპაში ძირითადად გრადი მოდა ასოცირდება აი რაღაცა ნატურალურ ნაჭრებთან, რაღაცა კონკრეტულ სტილთან, რაც ჩვენ შემთხვევაში სულ სხვა ესთეტიკა გვაქვს. რაღაცა გადავთვალეთ ესე უხეშად რამდენი თქვათ რა რაოდენობა აქვს სოვილი ჭირდება ერთ ფეხსაცმელს და თქვათ რამდენი რიცხველი შეგვიკერავს, არა მარტო ფეხსაცმელი ქამრები, ჩანთები, თქვათ რაღაცა ქურთუკები გავამატეთ ახლა და ისინი სადღაც რა ვიცი 700-800 მეტრა სოვილი გვაქვს გადარჩენილი, რომ არ დავინძუროს ბუნება. შეიძლება ხა ეს დიდი ისეთი ციფრი არ არის, მაგრამ ჩვენი პატარა კომპანიისთვის, რომელმაც ამ მიდგომით და ამ რაღაცა კონცეფციით რაღაცა თქვით ბუნების დაცვის ხრივად. ჩვენ მქონდა მანამდე ორიენტაცია, რომ ექსპორტზე გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია. ეს ევროპული გრანტი იყო, ძალიან კარგი საშუალება, რომ გაგვეცნა ევროპული ბაზარი. ეს იყო ჩვენთვის აუცილებელი და ძალიან საჭირო იმ მომენტში და ძალიან დაგვეხმარა მე ვილნიუსში ვიყავი ამ პროექტის ფარგლებში ერთი თვე და ბაზრის მოკვლევა, კოლაბორაციები, ძალიან ბევრი რაღაცები მოგცა მან. ამის გარდა მე მოვხდით მადრიდის ტექსტილის ბაზრობაზე. ევროპასთან და განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვითარდები. იმიტომ რომ იმ სტანდარტებს ვერასდროს ვერ დანერგავ, რასაც ითხოვს თქვათ ამერიკა და ევროპა. ძალიან არასტაბილურ გარემოში გვიწევს არსებობა და ვერ გამჭვრიტავთ ხოლმე იქნება. თუმცა თქვათ აი შარშანდელი წლის შუა ხანებში ესე ვთქვათ ბევრი გეგმები გვქონდა. ბაზრობებთან დაკავშირებითაც ღონისძიებების ჩატარება ჩვენი ინიციატივით ბევრი რაღაცები ქონდა დაგეგმილი, რაც სამწუხაროდ აღარ გამოვიდა. და ვიმედოვნებთ, რომ რაღაცნაირად გავაგრძელებთ არსებობას. ჯერ ესე იგი პროგრამა მინიმუმი ჯერ ეგ გვაქვს. თუმცა ვთვლით, რომ ხო, როდესღაც დაალაგდება ქვეყანა და მომავალ პერსპექტივებსაც ვისროლებთ. მე ძალიან მინდა რომ მქონდეს ჩემი მაღაზია. მაღაზიაში არსებული პატარა საწარმო. ანუ ერთი ფანჯის პრინციპით, სივრცეში იყოს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ შემოსული მომხმარებელი
თავისი თქვათ ამ თვითონ აარჩიოს ფერები, თვითონ თქვათ მე ჩემი და ჩვენი დახმარები და ჩარევით რაღაცნაირად იქვე მქონდეს მასალა, იქვე მეჯდეს თქვათ მკერავი და იქვე მქონდეს შოურუმი. ქუჩაში ცნობენ ჩვენს ხელწერას. აი, არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ვაიმე გუშინ შეხვდა ვიღაცა, რომელსაც რუსული ეთქვა, იმიტომ რომ განსხვავებული ხელწერა არის. არაფერს არ გავს, არავის არ გავს.